გამარჯობა. თქვენ უყურებთ ამერიკის ხმის შედეგებს ვაშინგტონიდან, იულია სავჩენკოსთან ერთად. კვირის პარადოქსები, პარალელები და დეტალები ნახევარსაათიანი ანალიზის ჭრილში. დღეს ნახავთ. ტრაგედია პოტომაკზე. დედაქალაქ ვაშინგტონის აეროპორტში ავიაკატასტროფა მოხდა, რამაც სხვებთან ერთად რუსი მოციგურავეების სიცოცხლე იმსხვერპლა. მიგრაცია სრული სვლით უკან. აშშ-დან თვითმფრინავებით არალეგალებს დევნიან. ახალი ადმინისტრაცია მზარდი ხისტი ზომების შესახებ აცხადებს. ტრამპი შესაძლებელის ზღვარი. რა შეიძლება გადაეღობოს აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გაცხადებული რევოლუციური გარდაქმნის განხორციელებას წინ. გამოშვებას ტრაგიკული ამბით ვიწყებთ. 4 შაბათს საღამოს ვაშინგტონის რეიგანის სახელობის აეროპორტში ავიაკატასტროფა მოხდა, რამაც ბორტზე ყველა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამხედრო შვეულმფრენის შეჯახება, რომელიც სასწავლო ფრენას ასრულებდა American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავთან, პრეზიდენტმა ტრამპმა ქვეყნის ტკივილის დროდ გამოაცხადა. ასევე დაადასტურა, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან კონტაქტში იმყოფება, ვინაიდან დაღუპულთა შორის რუსებიც იყვნენ. მანამდე აშშ-ს ფიგურული სრიალის ფედერაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა რამდენიმე სპორტსმენი, მწვრთნელი და ოფიციალური პირები, რომლებიც შეკრებიდან ბრუნდებოდნენ. მოსკოვში დაადასტურეს, რომ დაღუპულთა შორის არიან ფიგურული სრიალის მწვრთნელები, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი, რომლებიც უკვე მრავალი წელია აშშ-ში ცხოვრობდნენ. მომხდარის შემდეგ დონალდ ტრამპმა ქვეყანაში ავიაგადაზიდვების უსაფრთხოების შემოწმების დაუყოვნებლივ ჩატარების განკარგულება გასცა. მრავალი ცვლადის შემცველი კატასტროფის კომენტირება ვთხოვეთ ბრისტოლის დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის ავიონიკის და საავიაციო სისტემების დარგის უფროს მეცნიერს სტივ რაიტს. შესაძლოა ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც იმ დღეს ხდებოდა, იყო თუ შეიძლება ასე ითქვას სხვადასხვა საჰაერო სამყაროების შეჯახება. ყავს სამხედროები, სამხედრო შვეულმფრენები და ქალაქო თვითმფრინავები. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ეს სრულად განსხვავებული საჰაერო ხომალდების სახეობებია. განსხვავებულად მოქმედებენ. მათი ფრენა ძლიერ განსხვავდება, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, შვეულმფრენის ფრენის ფილოსოფიაში არსებითი განსხვავება არსებობს. განსაკუთრებით კი სამხედრო შვეულმფრენის. ეს ფრენები გაცილებით უფრო სპონტანურია. ხდება აქ და ახლა და პილოტებზე გაცილებით მეტი ზეწოლაა, რათა პირდაპირ მნიშვნელობით ფრენის ხედვით მართვას ახდენდნენ. ხშირად პილოტებს შვეულმფრენის ირგვლივ უსაფრთხო სივრცის მხარდაჭერა დამოუკიდებლად უხდებათ. ეს ის დავალებაა, რომელსაც ჩვეულებრივ საჰაერო მოძრაობის დისპეჩერი ასრულებს. როგორც ყოველთვის, როდესაც საუბარი აეროკოსმოსურ დარგს ეხება და ამ კონკრეტულ ინციდენტს, ეშმაკი წვრილმანებში იმალება. ამიტომაც ზედმეტი კომენტარის გაკეთება არ მინდა, მაგრამ როგორც ჩანს, დისპეჩერები ძალიან პროფესიონალურად, ეფექტურად და კომპეტენტურად მოქმედებდნენ, თუმცა ზედმეტად დატვირთულები იყვნენ. მუშაობის პიკი იყო და მრავალი მოვლენა ხდებოდა. სადისპეჩერო მართვის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ გაცილებით მეტ რამეს მოიცავს, ვიდრე ადამიანების უბრალო მუშაობას. ამჟამად უამრავი პროგრამული უზრუნველყოფა, გამოსახულება და სამართავის სისტემა გამოიყენება, რაც თავისთავად არის სტრესული ფაქტორი, მაგრამ დიახ, როდესაც არის ზედმეტი დაძაბულობა და ბნელა, ყოველთვის არის რისკი განსაზღვრული დონის. მიუხედავად თანამედროვე საჰაერო ხომალდების შთამბეჭდავი უსაფრთხოებისა, ფრენები კვლავაც რისკთან არის დაკავშირებული. სტივ რაიტი ვაშინგტონში ავიაკატასტროფის შესახებ საუბრობდა. კვირის მიწურულს ამერიკის დედაქალაქის ოფიციალურმა პირებმა გამოძიების ახალი მონაცემები გააზიარეს, რომლის თანახმად დერეფანი, რომელსაც სამხედრო შვეულმფრენი იყენებდა, ყველა ფრენისთვის გარდა საგანგებოსი დახურული იყო. როგორც ჩანს, შვეულმფრენმა დამტკიცებულ მარშრუტს გადაუხვია. ამასთან რამდენიმე ამერიკული გამოცემა იტყობინება იმის შესახებ, რომ ავიაკომპანიის პილოტები მანამდე პოტენციური საფრთხების შესახებ აფრთხილებდნენ, რასაც შეიძლება ვაშინგტონის მიდამოში შვეულმფრენის ფრენა წარმოადგენდეს. ვაშინგტონის საგანგებო სამსახურები იტყობინებიან, რომ პარასკევს საღამოსთვის სამძებრო ოპერაციის შედეგად 41 ადამიანის ნეშტი იპოვეს, რომელთაგან 28 ამოიცნეს. ვიზიარებთ დაღუპულთა ნათესაობისა და ახლობლების მწუხარებას. აშშ-ს პრეზიდენტმა აშშ-ში ყოფნის უფლების არ მქონე მიგრანტების წინააღმდეგ ზომების გამკაცრების კანონს მოაწერა ხელი. კანონი სტუდენტ ლეკინ რაილის სახელს ატარებს, რომელიც გასულ წელს ვენესუელელი არალეგალი მიგრანტის მიერ იქნა მოკლული. კანონი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს არაკანონიერად მყოფი მიგრანტების დაკავებას მიუთითებს, რომლებიც ძალადობრივ დანაშაულში ან ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი. ასევე დონალდ ტრამპმა გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე არალეგალი მიგრანტების დაკავების ცენტრის გახსნის განკარგულება გასცა. ამ ცენტრში ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს 30,000 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ გასული კვირის დასაწყისში აშშ-ში არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ზომების გამკაცრების ინიციატივამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო. გასახლებული არალეგალური მიგრანტებით ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები კოლუმბიაში გაემგზავრა, რომლის პრეზიდენტმა თავდაპირველად თვითმფრინავების მიღებაზე უარი განაცხადა, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის განცხადების შემდეგ სხვა ხის ზომებთან ერთად კოლუმბიურ საქონელზე 25%-იანი გადასახადების შემოღების შესახებ პოზიცია მკვეთრად შეცვალა. ასევე მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ ერთ კვირაში აშშ-მა მექსიკაში 4000-ზე მეტი ადამიანი დაადეპორტა. ამერიკის მიგრაციული პოლიტიკის ახალი ხანის შესახებ ვესაუბრე ვაშინგტონში ფონდ ჰერითიჯის უფროს მეცნიერს საიმონ ჰენკინსონს. საიმონ, მიგრაციულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მინდა საერთო სურათის განხილვით დავიწყოთ. ის, რაც ახლა ხდება, ლათინური ამერიკის ქვეყნების მიმართ არის გამოყენებადი. ეს შეიძლება ერთგვარ გაფრთხილებად ჩავთვალოთ. მანიშნებლად იმისა, რომ აშშ-ს მიგრაციულ პოლიტიკაში ცვლილება იქნება ფუნდამენტური, სწრაფი და შეუქცევადი. დიახ, რა თქმა უნდა, ორი იდეოლოგიის შეჯახების მოწმენი გავხდით. ერთის მხრივ ეს არის გლობალიზმის იდეოლოგია, რომელიც მოიაზრებს, რომ მიგრაცია უარეს შემთხვევაში ეს არის გარდაუვალი მოვლენა, უკეთესში კი სასურველიც. ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევდა, რომ ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ კანონიერი, მოწესრიგებული და უსაფრთხო მიგრაცია და ყველა ჩვენ ფულს ხარჯავდა იმისთვის, რომ უხეშად ვთქვათ განვითარებადი ქვეყნებიდან განვითარებულ ქვეყნებში ხალხი გადაიყვანათ. იქნება ეს მიგრაცია სომალიდან აშშ-ში, იემენიდან გერმანიაში ან კიდევ სადმე. ზუსტად ასეთი იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკა ბოლო 4 წელი. ამისთვის იხარჯებოდა ამერიკული ფული და დიპლომატიური ძალისხმევა. ანუ ფაქტობრივად ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც ამერიკის საზღვარი გადაკვეთა, იმ პირობით, რომ ის ნასამართლევი არ ყოფილა, რომლის შესახებაც ამერიკის ხელისუფლებისთვის იყო ცნობილი, მას უშვებდნენ და ძალიან მცირე რაოდენობას ადეპორტებდნენ. იგივე შეიძლება ითქვას უმეტეს განვითარებულ ქვეყანაზე. ევროკავშირი პოლიტიკური თავშესაფრის მომთხოვთა მხოლოდ 20%-ს უარყოფს, რაც ძალზედ მცირეა. ევროკავშირში მიგრანტების მიმართ ძალზედ გულუხვები არიან და ცოტა ვინმეს თუ ადეპორტებენ. ამერიკაში კი რეალური მაჩვენებელი გაცილებით უარესია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. იმიტომ რომ უმეტესობა, ვისაც ადეპორტებენ, საზღვარზე მოbrunდება და აქ სხვა გზით ჩამოდის, ზოგჯერ მომდევნო დღესვე. ამერიკის ტერიტორიაზე შესაბამისი პროცესის შემდეგ დაპატიმრებული ადამიანების რეალურად ძალიან მცირე რაოდენობას ადეპორტებენ. გათვალისწინებით იმისა, რომ 2,5 მილიონამდე ადამიანმა შემოაღწია ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად და ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები საერთოდ არ გადაწყვდომიან გზად. 10 მილიონამდე ადამიანი უბრალოდ აშშ-ს ტერიტორიაზე გაუშვეს, მაგრამ არავინ იცის ნამდვილი რიცხვი. მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად ამ პოლისებმა ადგილები გაცვალეს. ახლა საზღვარზე საიმიგრაციო კანონების დაცვის მცდელობები ხდება, საზღვრის უკანონოდ გადამკვეთების დაკავებით, რასაც როგორც ცნობილია კანონი მოითხოვს. შემდგომ ამ ხალხს ადეპორტებენ ან ქვეყნიდან აშორებენ. ზუსტად რომ ფორმულირება ქვეყნიდან მოშორება რაღაც მიზეზის გამო კანონში გამოიყენება და არა სიტყვა დეპორტაცია. ამიტომაც ახალი ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში ვხედავთ თუ როგორ აგზავნიან ხალხს აშშ-დან უკან, კოლუმბიაში, მექსიკაში და სხვა ქვეყნებში, როგორც წესი საჰაერო გზით. კოლუმბიასთან წინააღმდეგობა ახალი პოლიტიკის პირველი შემოწმება იყო, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის სასარგებლოდ კეთილსასურველად დასრულდა. საიმონ, როგორ მიგაჩნიათ ფინანსური თვალსაზრისით? საერთოდ რამდენი სახსრები შეიძლება დასჭირდეს ამერიკის საზღვრის ისე გამაგრებას, როგორცაც ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა წარმოიდგენს? შეუძლებელია ამის ღირებულების ზუსტად შეფასება, ვინაიდან მრავალი ცვლადი ჩვენთვის უცნობია. როდესაც კითხულობენ თუ რა დაგვიჯდება არალეგალი მიგრანტების ამ და ამ რაოდენობის დეპორტაცია, ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტი რიცხვის მოყვანა. მიახლოებითაც კი, მხოლოდ ძალზედ უხეში შეფასებები გვაქვს. ამ საკითხზე რამდენიმე კვლევა ჩატარდა. ერთ-ერთი იელის უნივერსიტეტში, რომლის თანახმად აშშ-ს ტერიტორიაზე 20-დან 25 მილიონამდე ადამიანი არალეგალურად იმყოფება. ამას გარდა არალეგალების ბევრი სახე
სახეობაა. იმის და მიხედვით თუ რამდენი ხანი იმყოფებიან აშშ-ში და რომელი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ასევე ყოფილა თუ არა მათ მიმართ რაიმე იურიდიული პროცესი. ამიტომაც შეუძლებელია ზუსტად თქმა იმისა, თუ რა ეღირება ჩვენი ქვეყნიდან ყველა არალეგალის მოშორება. და ძალიან რთული თქმაა იმისა, თუ რა დაგვიჯდება საზღვრების გამაგრება. ვინაიდან ამ პროცესს ბევრი ასპექტი აქვს. კედლის მშენებლობის დასრულებიდან დაწყებული, რომელიც ტრამპის მმართველობის პირველი ვადის დროს დაიწყეს, ხოლო ბაიდენის დროს კედელი მიატოვეს. პროგრამა დარჩით მექსიკაში აღდგენამდე და დიდი რაოდენობით მესაზღვროების დაქირავება, რომლებიც საზღვრის პატრულირებას მოახდენენ და ხალხს არ გაუშვებენ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ რესურსების დიდი რაოდენობა მიმართა იმისკენ, რომ ხალხი აქ შემოუშვან, ნაცვლად იმისა, რომ არ შემოუშვან. ამის მსგავსად თუ ავიღებთ იმ მილიარდობით დოლარებს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ, მაგალითად, ლუთერანული საქველმოქმედო სამსახური, კათოლიკური საქველმოქმედო სამსახური და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც ხალხს აქ იღებდნენ და მათთვის ყიდულობდნენ ბილეთებს ჩიკაგოში, ნიუ-იორკში და სხვა ქალაქებში. ასევე ბანკის სადევეტო ბარათებს აძლევდნენ და სოციალურ მომსახურებების გაფორმებაში ეხმარებოდნენ. და თუ ყველა ამ თანხას ავიღებთ და არალეგალების დაკავებაზე მივმართავთ ქვეყნიდან მათ მოშორებაზე და საკანონმდებლო პროცესების შესრულებაზე, მაშინ დიდი თანხა გამოვა. ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების მხოლოდ პირველ რამდენიმე დღეში აშშ-ში ახალი ხელმძღვანელობის ძალზედ გადამჭრელი ნაბიჯების მოწმეები გავხდით. თქვენი შეხედულებით ეს დინამიკა მუდმივ ხასიათს მიიღებს თუ არა? როგორც უკვე ვთქვით, ახლა გლობალიზმის იდეოლოგიის შეჯახებასთან გვაქვს საქმე. მოსახლეობის მასობრივი მიგრაციის მიღება და ამ პროცესის შემსუბუქება ერთი მხრივ და ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარებაზე დაფუძნებული იდეოლოგია, რომელსაც პროპაგანდას უწევს ტრამპი, რომლის თანახმად ყოველი ქვეყანა თავად გადაწყვეტს თუ ვინ შევა მის ტერიტორიაზე, რა პირობით და რამდენი ხანი შეიძლება იქ იმყოფებოდეს. ზუსტად ამან გამოიწვია დიპლომატიურ დარგში ის მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ცვლილებები, რომელსაც ახლა ვხედავთ. მაგალითად, წარსულში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან მათი მოქალაქის მოშორების და შინ დაბრუნების პროცესს ძლიერ ართულებდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აშშ სხვა ქვეყნიდან ამერიკელების მიღებაზე უარს არასდროს აცხადებდა. დამოუკიდებლად იმისა, თუ რა დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს შეიძლება ყოფილიყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც საშინელი დანაშაული აქვთ ჩადენილი, მაგრამ თუ ამერიკის მოქალაქეები იყვნენ, ჩვენი ქვეყანა მათ უკან იღებდა და მხოლოდ შემდგომ წყვეტდა თუ რა მოუხერხოს. თუმცა არის ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, ჩვენ არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ახლა ამ ხალხით დავკავდეთ. ამბობენ, რომ ისინი ჩინეთის ან ინდოეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ ჩვენ არ გვყავს ხალხი, რომლებიც მათით დაკავდებიან. და თუ ადამიანმა პასპორტი დაკარგა, მას ახალ პასპორტს არ აძლევენ. ხოლო კოლუმბიის შემთხვევაში, რომელიც ყველაზე ექსტრემალური იყო, ჯერ კოლუმბია თვითმფრინავების მიღებას დათანხმდა. შემდგომ კი გადაწყვეტილება შეცვალა და თქვა, რომ დაშვების ნებართვას არ მისცემს. ამიტომაც იმისთვის, რომ ხალხის შინ გადაყვანა შევძლოთ, მას შემდეგ რაც აშშ-ში შესაბამისი იურიდიული პროცესი გაიარეს. ზოგჯერ კი ამ პროცესის დაწყებამდეც კი იმ ქვეყნების ხელისუფლებები, საიდანაც ჩამოვიდნენ, უნდა დათანხმდნენ მათ უკან მიღებას. არის ქვეყნები, რომლებსაც აშშ-ს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური არადამთმობ ქვეყნებს ეძახის, ვინაიდან ამ პროცესს გვირთულებენ. როდესაც 2017 წელს იქ ვმუშაობდი, ამ სიაში 14 ქვეყანა შედიოდა, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა ქვეყნები. ჩვენ გვაქვს ხერხები სხვა ქვეყნების ვალდებულებების შესრულებაში დასარწმუნებლად, რათა თავიანთი მოქალაქეები უკან წაიყვანონ. კოლუმბიის შემთხვევაში, ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხი ყველა ინსტანციაში გაიტანო, პრეზიდენტმა 1 საათში თავად გადაწყვიტა. არის ალბათობა იმისა, რომ მომავალში კოლუმბია ასევე მოიქცევა. ეს ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც კარგი გაკვეთილია, რომლებსაც ეცოდინება თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ თავის მოქალაქეების უკან მიღებაზე უარს იტყვიან, როდესაც ამას ვითხოვთ. ძალიან საინტერესოა აშკარაა, რომ ეს ახლა მხოლოდ ლათინურ ამერიკას და მის მოქალაქეებს შეეხოთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაფერი ძირითადად მათზე კონცენტრირდება, აშშ-ს საიმიგრაციო და საბაჟო მართვის სამსახურმა ასევე ლტოლვილთა მიღების პროგრამის შეჩერების შესახებ გამოაცხადა, მათ შორის უკრაინიდან. ამას გარდა ტრამპმა პროგრამების გაოქმების აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც ახალ საიმიგრაციო პოლიტიკას არ შეესაბამება. მინდა გკითხოთ, ცნობილია თუ არა თქვენთვის იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდება ამერიკის ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა ლტოლვილების მიმართ. შიდა მონაცემები
მოგონებები არ მაქვს. ტრამპის ადმინისტრაციიდან ვინც ლტოლვილების საკითხებით საქმიანობს ამის შესახებ ჯერ არავისთან მისაუბრია. ამიტომაც მხოლოდ ჩემს ვარაუდებს გაგიზიარებთ. თუ პროგრამა User Apps განვიხილავთ, მრავალი წლის განმავლობაში ASHS ლტოლვილების მიღების პროგრამას შეიძლება დავინახოთ, რომ ეს არის ერთადერთი ოფიციალური სისტემა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავთ ადამიანებს საზღვარგარეთ, რომლებიც არიან ლტოლვილები. როგორც წესი, ამით საქმიანობს გაეროს ლტოლვილების საკითხების სააგენტო, მაგრამ ზოგჯერ ამას ASHS საელჩო აკეთებს, ან სხვა ორგანიზაციები. რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვაკვირდებით იმას, რომ ისინი არ იყვნენ ტერორისტები ან დამნაშავეები. ასევე იმას, რომ ისინი ნამდვილად ლტოლვილები არიან ჩვენი ლტოლვილების შესახებ კანონის მიხედვით, რომელიც ჟენევის 1951 წლის კონვენციაში ესაბამება. ასევე ვამოწმებთ არიან თუ არა ერთი ოჯახის წევრები, როგორც უთითებენ განაცხადში. ანუ ნამდვილად დაქორწინებულები არიან, ან და-ძმა არიან თუ არა, დედა ან მამა, როგორც ამას ამბობენ. მხოლოდ შესაბამისობის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ჩვენ ვიღებთ ლტოლვილების განსაზღვრულ რაოდენობას. შეზღუდვა რაოდენობაზე შეიძლება იცვლებოდეს. მაგალითად, ბაიდენის დროს ეს რიცხვი წელიწადში 125,000 შეადგენდა. 2024 წელს შეიძლება ლტოლვილების ასეთი რაოდენობა მიიღეს. მაგრამ ერთი წლით ადრე, 2023 წელს, მათმა რიცხვმა სათუა, რომ 25,000 მაინც გადააჭარბა. მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ჩვეულებრივ ერთ თვეში, ამერიკის საზღვრის გადაკვეთის 200,000-ზე მეტი მცდელობა ხდებოდა. და გასულ ორშაბათამდე ბაიდენის ადმინისტრაცია ქვეყანაში კიდევ 70,000 ადამიანს უშვებდა. პროგრამებით, რომლებსაც მე კანონსაწინააღმდეგოდ მივიჩნევ. ეს ნიშნავს, რომ ყოველ თვე უარეს შემთხვევაში 370,000 ადამიანი ASHS საზღვარზე ჩნდებოდა არალეგალურად, რომელთაგან 250,000 ქვეყანაში იშვებდნენ. ეს კეთდებოდა თითქოს და იმისთვის, რომ პოლიტიკური თავშესაფრისთვის მიემართათ და მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამბობს, რომ არ შეიძლება ლტოლვილთა მიღების პროგრამის გვერდის ავლით ხალხს ნება დართო, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ, მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი კეთდებოდა. ანუ 120,000 ადამიანი, ეს არის ოფიციალურად ორგანიზებული პროგრამის მიხედვით, ეს არის ლტოლვილების მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ახლახან ტრამპმა შეაჩერა. და მიუხედავად ამისა, ყოველ თვე ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ქვეყანაში ვუშვებდით ლიმიტზე უფრო მეტ ადამიანს და თითქოს და იმავე პირობებით, რომლის მიღებასაც შეძლებდნენ ოფიციალურად რომ მოემართათ პოლიტიკური თავშესაფრისთვის. მაგრამ მათი ოჯახური ურთიერთობების შემოწმების გარეშე, კრიმინალური ისტორიის, ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობის შემოწმების გარეშე. ამ მიზეზის გამო ოფიციალური პროგრამის შეჩერება მიმაჩნია გონივრულად იმისთვის, რათა ჩვენი პრიორიტეტები დავაზუსტოთ და იმ მილიონობით საქმეში გავერკვეთ, რომელიც დაგროვდა და რომელიც თეორიულად იმავე გზით მიდის, რომელიც გათვალისწინებულია პოლიტიკური თავშესაფრის და ლტოლვილების საქმისთვის. მრავალს არგუმენტად მოჰყავთ, რომ ამერიკა ემიგრანტებმა ააშენეს. ყველა ამ სირთულის გათვალისწინებით, როგორ მიგაჩნია, არის თუ არა სამომავლო საიმედო გეგმა, რომელიც მიგრაციის პოლიტიკის ჩამოყალიბებას დაეხმარება მიგრაციის ღირებულებების გათვალისწინებით და ამავდროულად პრობლემის გადაჭრას დაეხმარება, რომელიც უკვე აღწერეთ. ფიქრობ, რომ უმეტესი ამერიკელი ყოველთვის თვლიდა და თვლის, რომ ლეგალური ემიგრაცია ეს არის ფუნდამენტურად დადებითი მოვლენა. არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეკონომიკური სარგებელი მოაქვს, ასევე ამერიკული მემკვიდრეობის გამო. თუმცა კონსერვატორები მასობრივი არალეგალური მიგრაციით უკმაყოფილოები არიან. ეს ევროპაშიც ხდება. ქვეყნები, რომლებიც ადრე ამბობდნენ, რომ ყველას მიიღებენ ყოველგვარი კითხვების გარეშე, მაგალითად შვედეთი, დანია, გერმანია, ახლა თავიანთ პოლიტიკაში თითქმის რევოლუციურ ცვლილებებს ატარებენ. მაგალითად გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, არათუ ალტერნატივა გერმანიისთვის პარტიიდან, არამედ ცენტრისტულიდან, თქვა, რომ ჩვენ საზღვარზე ყველას, ვინც გერმანიაში არალეგალურად შეღწევას ცდილობს, შევაჩერებთ. ანუ მსგავსი რამ არა მხოლოდ ამერიკაში ხდება. ხალხი ხვდება, რომ განვითარებული ქვეყნების მხრიდან ახლა ჩამოსულებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დაბალია. უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ 1880-იანი წლები აღარ არის, როდესაც ASHS-ში გემით ჩასვლა შეიძლებოდა. მაშინ ახალი ემიგრანტებისთვის სოციალური დახმარების სისტემა არ იყო. იმ დროს უფასო საცხოვრებელს არ აძლევდნენ. სამედიცინო მომსახურებას, კვებას, განათლებას ბავშვებისთვის და ასე შემდეგ. ახლა ყველა ეს შეღავათი არსებობს უმეტეს განვითარებულ ქვეყანაში და ამიტომაც შეუსაბამობა გაჩნდა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. ძლიერ ვიმედოვნებ იმას, რომ როგორც კი არალეგალური ემიგრაციის კონტროლს შევძლებთ, რაც წმინდად ეკონომიკურად არის მოტივირებული და პოლიტიკური თავშესაფრის საკითხთან დაკავშირებული არ არის, შევძლებთ საიმიგრაციო სისტემასთან დაბრუნებას, ან ავაწყობთ საიმიგრაციო სისტემას, რომლის მეშვეობით ხალხის მოწვევას შევძლებთ, რომლებიც ჩვენს შრომის ბაზარზე გვჭირდება. ასევე მათაც, ვისაც ოჯახის გაერთიანებაზე შეაქვს განაცხადი, მაგრამ უფრო გაწონასწორებულად, ანუ ემიგრაციისთვის არხებს გავხსნით, მაგრამ ამ პროცესის კონტროლით და კონგრესის მიერ დადგენილი და
პრეზიდენტის მიერ აღსრულებული ლიმიტის შენარჩუნებით. არ უნდა ვუარყოთ ლიმიტები, როგორც ეს ბოლო დროს ხდებოდა. საიმონ ჰენკინსონი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიგრაციის დარგში რევოლუციური წამოწყებების ანალიზით. უნდა აღენიშნოს, რომ აშშ-ში დადგენილი წესრიგის საფუძველის რყევას ახალი პრეზიდენტის საფირმო სტილი უწოდეს. არის თუ არა მართვის ამგვარი სტილი აშშ-ის ისტორიაში პრეცედენტული, ვესაუბრე ტენესის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორს ანდრეი კარაპკოვს. მრავალი რამ უკვე ითქვა იმ კანონების საფუძველზე, რომელსაც ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ 2 დღეში მოაწერა ხელი. არის აშკარა ბიძგი, ძალაუფლების უფლებამოსილების მოკრება პრეზიდენტის ოფისის ხელში, ცდელობა. მინდა გკითხოთ, არის თუ არა ეს ამერიკის ისტორიაში პრეცედენტი და თუ კი, მაშინ როგორ შეიძლება განვითარდეს? რა შედეგებით დასრულდა წინა მცდელობები? დიახ, ასეთი კონცეფციაც კი არის იმპერიული პრეზიდენტობის, რომელიც პერიოდულად ჩნდება. შეიძლება ვახსენოთ რუზველტის იმპერიული პრეზიდენტობა. ნიქსონის დროს კი კონცეფცია გაჩნდა და საინტერესო ფორმები მიიღო. გარკვეულწილად რეიგანის დროსაც ხდებოდა. ნიქსონი, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც ტრამპმა, შესანიშნავად ესმოდა, რომ ის არის სახელმწიფო აპარატის ანათემა, განსაკუთრებით დიპლომატებისთვის, მაკარტის კომისიაში მისი როლის გათვალისწინებით. და მან თეთრ სახლში პარალელური სტრუქტურების შექმნა დაიწყო. მან დანიშნა, ვთქვათ, უილიამ როჯერსი სახელმწიფო მდივნად. ცოტას თუ ახსოვს საერთოდ, როგორ გამოიყურებოდა უილიამ როჯერსი, მაგრამ ძალიან ძლიერი ფიგურა დანიშნა, პოლიტიკურადაც და კონცეპტუალურადაც. ჰენრი კისინჯერი ეროვნული უსაფრთხოების თანაშემწედ. იმ დროს ჯერ კიდევ თანაშემწე იყო. და არსობრივად კისინჯერმა თეთრ სახლში მეორე დეპარტამენტი შექმნა. ანუ როჯერსი სამეფო დაკრძალვებზე ძალზედ მოწესრიგებულად დადიოდა, ცერემონიალურ ღონისძიებებზე, ხოლო კისინჯერი რეალური პოლიტიკით საქმიანობდა. ყველა ფორმალური ინსტიტუტის გვერდისავლით და ჟურნალისტების გვერდისავლით. ეს ნიქსონისთვის ძალზედ დამახასიათებელი იყო. და გარკვეული პარალელიც იყო, ზუსტად რომ ნიქსონის ჟურნალისტებთან და პოლიტიკოსებთან ურთიერთობის ჭრილში. ამგვარი პერიოდი არის ხოლმე, ხშირად კრიზისების დროს, ან საგარეო პოლიტიკის მიმართულების, ან ხერხების საფუძვლიანი გადახედვის დროს. ვნახოთ, რამდენად წარმატებული იქნება ტრამპი. ვხედავთ, რომ პირველ რიგში მის მიმართ ახლა ოპონენტების მხრიდან დამოკიდებულება გაცილებით სერიოზულია. ის რაღაც ოპერაციის სახით უკვე აღარ განიხილება. პირიქით, დემოკრატებიც და რესპუბლიკელი ოპონენტებიც ცდილობენ გაერკვენ, თუ რაში მდგომარეობს ტრამპის ფენომენის სიღრმისეული ფესვები. ის უკვე მომზადებული გუნდით მოვიდა და ჩანს, რომ მოქმედების პროგრამით მოვიდა. ვხედავთ ძალიან ხისტსა და რადიკალურ ზომებს, რომელსაც პირველ დღეებში ახორციელებენ. ემიგრაციულ საკითხებზე, იდენტობის პოლიტიკის საკითხებზე. როგორც ჩანს, მალევე სხვა მიმართულების ნაბიჯებიც მოჰყვება. როდესაც ამბობენ, რომ ეს კანონები, რომლებიც გამოიცადა ამა თუ იმ ზომით კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მის ცვლილებას მოითხოვენ, საერთოდ შეიძლება ტრამპი ასეთ ნაბიჯზე წავიდეს და კონსტიტუციაში რაიმე ცვლილების შეტანა დაიწყოს. დარწმუნებული არ ვარ, რომ მას ეს სჭირდებოდეს. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი საკონსტიტუციო საკითხი უმალვე სასამართლოებში წავა. ვხედავთ, რომ დემოკრატიული შტატების 22-მა გენერალურმა პროკურორმა უკვე აღძრა საქმეები აშშ-ის ტერიტორიაზე, დაბადების მიხედვით მოქალაქეობის მინიჭების ირგვლივ. ეს იქ მოიხარშება. სასამართლოს სისტემის ყველა საფეხურს გაივლის და უზენაეს სასამართლოში მივა. სადაც წონასწორობა ახლა არის 6-3-ზე. და შეიძლება უფრო მეტადაც შეიცვალოს ტრამპის პრეზიდენტობის დროს.
დარწმუნებული არ ვარ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტრამპის ოპონენტებს გაახარებს. ეს არის საკითხი აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, ვინაიდან არსებული პრეცედენტები, ასე ვთქვათ, ორივე მიმართულებით მიდის. ერთის მხრივ უზენაესი სასამართლოს 1898 წლის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც არამოქალაქეთა ოჯახებში დაბადებულ პირთა მოქალაქეობის მიღების უფლება დაადასტურა. მეორეს მხრივ კი არის პრეცედენტები, შეთანხმებებიც კი, რომელიც ამბობს, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე ყველა პირი არ იღებს მოქალაქეობას. თქვათ შეთანხმების არსებობის დროს დიპლომატების შვილები. ამიტომაც სასამართლომ სავსებით შეიძლება განაცხადოს, რომ კონსტიტუციის მე-14 ჩასწორება აშშ-ის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი ადამიანების ბავშვებზეც ვრცელდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ტრამპი ტაქტიკურად ძალიან ხელსაყრელ პოზიციაშია, ვინაიდან ბოლო ინსტანცია იქნება ძალზედ კონსერვატიული უზენაესი სასამართლო. Поскольку последней инстанцией будет очень консервативный Верховный суд. ეთერში იყო ანდრეი კარაპკოვი. დღეისათვის ამით ვასრულებთ. ვაგრძელებთ მოვლენებზე დაკვირვებას. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის შედეგებს იულია სავჩენკოსთან ერთად. დროებით. Не переключайтесь и спокойных вам выходных.